ტრამპის მოსვლის შემდგომ სოფლიო იმდენად რეზონანსული გახდა, რომ აი დღე აღარ გადის მეგობრებო, რომ თეთრი სახლიდან ისეთი სახის აჟიოტაჟი არ გავიგოთ, ან ისეთი სახის ხმამაღალი განცხადება არ მოვისმინოთ, რომელიც მთელი სოფლიოს ყურადღებას, მთელი ადამიანების, ვინც პოლიტიკით არიან დაინტერესებული ან არ არიან, ყველა ყურადღებას იქცევს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. მომდევნო ასეთი რეზონანსული თემა უკავშირდება იმას, რომ მაკრონი ღიად დაემუქრა ვლადიმერ პუტინს და თქვა ესეთი რაღაც, რომ ევროპელი ლიდერები მზად ვართ ახალი ალიანსის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც გააძლიერებს და დააპგრეიდებს ბირთვულ პოტენციალს ევროპაში, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის წინააღმდეგ. გამოვიდა პუტინი, მოგასმეინებდა, თქვა ესეთი რამე, რომ მათ დავიწყდათ ნაპოლეონ ბონაპარტის გაკვეთილები ისტორიიდან, მასაც იგივე რამე სურდა, მაგრამ რითიც დასრულდა, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამის პარალელურად ტრამპი გამოვიდა და უკვე კონგრესიდან გრენლანდიელ ხალხს მიმართა, რომ მათ თვით გამორკვევა უნდათ და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიერთება, მათ შეუძლიათ ეს ღიად გააკეცონ ამის განცხადება და ამისთვის იბრძოლონ და სხვათა შორის არ გამორიცხავს ტრამპი, რომ ეს ყველაფერი სამხედრო სპეცოპერაციასაც დაემსგავსოს და ევროპელი ბლოგერები წერდნენ, რომ შეიძლება საერთოდ დანიაში კონტინგენტები გადასხასო. ნუ გამოვიდა ამის პარალელურად კიდე ჩინეთი და დაემუქრა ამერიკას ტარიფებისა და სავაჭრო, ესე ვთქვათ, ბლოკადითა და ომით და ნუ მოკლედ რაღაც სიგიჟე თეატრს ემსგავსება მეგობრებო სოფლიო პოლიტიკა. ასე რომ ჩვენ არ ჩამორჩეთ ამ სიახლეებს. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ასე ვისაც სურვილი გაქვს არც განვითარებაში დაიხმაროთ, გაკეთეთ დონაცია და რაც ყველაზე მთავარია, მე მაქვს პოლიტიკური კურსები 6 საათიანი პოლიტიკურ ფილოსოფიასა და პოლიტექნოლოგიებზე, სადაც დეტალურად ხსნი ამ თემებს და 6 საათიანი ლექცია მაქვს ძალიან ვრცელი, ვისაც სურვილი გაქვთ რომ უფრო ღრმად დაიუფლოთ პოლიტექნოლოგიებსა და ამ სფეროს ზოგადად, აღწერაში მითითებულია ჩემთან დამაკავშირებელი Instagram ლინკი, ასევე მაილი, შეგიძლიათ მომწეროთ და შეიძინოთ სალექციო კურსი. ახლა კი გადავიდეთ კვირის სიახლეებზე, რომელიც ჩვენ არ უნდა გამოვტოვოთ. Время Наполеона, нашествие Наполеона. До сих пор кому-то не имется все. Есть еще люди, которые хотят. ანუ ერთი განცხადება რაც პუტინზე უნდა გავაკეთო ის არის, რომ ანუ ეხლა მსოფლიო ლიდერებს რო ვაკვირდები რა და რაღაც სიგიჟებს რო საუბრობენ და ძალიან ეპატაშურად და ძალიან რო ანუ აი პუტინს ერთი პლუსი რაც გააჩნია მას სხვა იმ პოლიტიკოსებთან შედარებით, რომლებიც დღეს ძალიან ეპატაშურობითა და აი საკუთარ სტენდაპს იყენებენ აი მაქსიმალური აჟიოტაჟისთვის, ძალიან წყნარი მშვიდი და ესე ვთქვათ აი ძალიან აკადემიურად უდგება ამ ყველაფერს, ძალიან მშვიდად, რაც ბევრ ევროპელ ლიდერსაც ეს არ ახასიათებს სხვათა შორის. Вернуться к временам Наполеона, забывают, чем это закончится. ხო, ანუ აქ საუბრობს იმაზე ჟურნალისტთან ტერტევორთან, რომ ანუ საფრანგეთი კი ახლა გვემუქრება, მაგრამ ძალიან დაავიწყდა თუ ალბათო ნაპოლეონ ბონაპარტის ის კრახიო, რაც განიცადა რუსეთშიო და ასევე ბევრი რაღაც ისტორია უნდა გაიმეორონო, რომ იგივე შეცდომები არ დაუშვანო რა. ეხლა უყურე, ეს მეორე. Strike a secret deal with Putin, agreeing not to interfere in a potential invasion of Greenland and Canada. ნახეთ, ანუ ეს ამერიკელი ბლოგერები ესეთ რამებს წერენ და ამაზე იღებენ ვიდეოებს, რომ გარზევს ესეთი თეორია, რომ პუტინი და ტრამპმა secret deal-ი გააკეთეს, ანუ საიდუმლო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს კანადის, გრენლანდიის, ესე ვთქვათ, მიერთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ამის სანაცვლოდ ამერიკა თმობს აღმოსავლეთ ევროპის ნაწილებს და უთმობს მთლიანად უკრაინას და რაღაც ტერიტორიებს კიდე ბუფერულ ზონებს. ნუ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვიდეოს ნაწილია, ეს მხოლოდ თეორია, მაგრამ ასე მიდის დღევანდელი რეალ პოლიტიკა მსოფლიოში. ასეთი აქცენტებით, ასეთი გამოსვლებითა და კონკრეტულად ამ დიქციით, რაზედაც აი ამ ვიდეოში ინარსია. We don't know exactly what Marco Rubio and Sergey Lavrov. ხო, აი ჩვენ არ ვიცით რაზე ისაუბროს მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა საუდის არაბეთში და კონკრეტულად რა იყო იმ საიდუმლო, ესე ვთქვათ, შეთანხმების ნაწილი, რაზედაც ჯერ არ გახმაურდება დეტალები. ანუ ეს დაახლოებით ეს იცით რა სცენარს გავს აი მეორე მსოფლიო ომის დროს რო იყო რა, პოლონეთი რო შუაზე გაიყო ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა. Molotov-Ribbentrop-ის პაქტი, ხო იცი, დაახლოებით იგივე სცენას გავს, მაგრამ ჯერ ყველა კარტები გასახსნელია. მე მაქვს მესიჯი კონგრესიდან მიმართა ტრამპმა ესეთი რაღაც თქვა, რომ მე მაქვს სიტყვაო გრენლანდიელი ხალხის მიმართო. ნუ სიცილი გამოიწი. ჩვენ ძლიერად უჭერთ ხარსო თქვენ თვითონ განსაზღვროთ თქვენი პოლიტიკური, თქვენი არსებული რეალობაო. მომავალიო. მაგრამ თქვენ თუ აირჩევთო, ჩვენ მოგესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებშიო. ანუ ჩვენ გრენლანდია გვჭირდება ნაციონალური უსაფრთხოებისთვისო და
შეიძლება ასევე ითქვას საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაცო, რადგან გრენლანდიიდან ძალიან ბევრ ამას გაკონტროლებს ამერიკის შეერთებული შტატები და ის სატელიტები, რომელიც ეხლა მას ევროპაში აქვს, მაგალითად გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, პოლონეთი, ხო, ანუ ფაქტიურად მნიშვნელობას დაკარგავენ, რადგან ეხლა ისეთი ფრთოსანი რაკეტები აქვს შეერთებულ შტატებში და ისეთი ბალისტიკური იარაღი, რომ ეხლა გრენლანდიიდანაც მიწვდება რუსეთს, ჩინეთსაც და ევროპულ ნებისმიერ ქვეყანას. აქედან გამომდინარე სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ, ესე ვთქვათ, როგორც ტერიტორიას ისე თმობს, ანუ გრენლანდიის დაკარგვით ევროპა თავს უთხრის სამარეს რეალურად. და აქედან გამომდინარე, ნახეთ მალე რა მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი სასიცოცხლო პოტენციალისთვის განახილეთ. ნუ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხო ის არის, რომ კანადა შეიერთოს, როგორც 51 შტატი, გრენლანდია შეიერთოს საკუთარი ძვირფასი ლითონებითა და საერთაშორისო უსაფრთხოების, ანუ სამილიტარიზირებული ზონით. და ასევე კარტელები განადგუროს მექსიკაში. ნუ ეს ცოტა ხანი მექსიკასთან დაალაგა ამერიკა, იმიტომ რომ მისი პრეზიდენტი გამოვიდა თქვა, რომ მე მზადვა რომ მოლაპარაკებზე ტრამპთან ვითანამშრომლო და ამის შემდგომ კონგრესიდანაც გაკეთა საკმაოდ პოზიტიური განცხადებები იმის მიმართ, რა ქვია, მექსიკის მიმართ, მაგრამ ჯერ ეგეც თაროზეა შემოდებული. ნახე, რა თქვა, ან ამ გზით, ან სხვა გზით, ამ ყველაფერს მაინც მოვახერხებთ. ანუ ეს რაზეა აქ მეტყვი, რაზე რა იგულისხმა დონალდ ტრამპა, ხო? ან ეს იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებები, ან სამხედრო გზა. ანუ ამერიკის საგარეო პოლიტიკის კურსი არის, რომ გრენლანდია შეიერთოს. ნუ ახ სიცილი გამოიწვია, ბუნებრივად დემოკრატები იყვნენ ახლა იქ და ნაწილი და აი ეს ძალიან საინტერესო, ნახეთ, რამოდენიმე იმაში, რა ქვია, საათში ტრამპის ამ განცხადებიდან კონგრესში მე სრულად მოვისმინე, პირდაპირ ეთერში უყურებდი, კონგრესში მის გამოსვლას, იყო ფანტასტიკური და ფენომენალური სახის ჯერ რაღაც ორი თვეც არა გასულა, ფენომენალური სახის შედეგები აქვს უკვე შეერთებულ შტატებს და ევროპელი ჟურნალისტები და ევროპული ისინი თქვა კორესპონდენტები წერენ ასეთ სიახლეებს, რომ გერმანია და სხვა ნატოს ქვეყნები განიხილავენ, გაგზავნონ ჯარები გრენლანდიაში ტრამპის საპასუხოდ, რადგან დაიცვან გრენლანდიის უსაფრთხოება. თქვენ გესმით, ანუ თქვენ გესმით რა რეალობამდე შეიძლება მივიდეთ, რომ საერთოდ ამერიკასა და ევროპის ომიც კი შესაძლოა პოტენციურად მივიღოთ. ანუ აი ნახეთ როგორ იყო მსოფლიო 1 წლის წინ და როგორი ხდება დღეს. ანუ ნახეთ, ამიტომ ნუ გონიათ, რომ აი ვიღაცა ილუზიები ხო არსებობს, აი ჩემ ლექციებშიც მაგებზე საუბრობ ხოლმე რა, ეხა პოლიტიკური იმებშია შევწერე, განსაკუთრებით პოლიტიკური ფილოსოფიისთვისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ არიან ადამიანები, ძირითადად ლიბერალები, რომელსაც ჯერათ, რომ არსებობენ პოლიტიკური მეგობრები რა. აი ვიღაცა მაგალითად დილით იმიტომ მიხვიცებს, რომ აი მე რო კარგად ვიყო ეხა იქ მაგალითად ევროკავშირის პრეზიდენტი დილით რო ივოძება საქართველოს ფიქრობს, იქ აზერბაიჯანზე ფიქრობს, იქ სომხეთზე ფიქრობს, ხო? ანუ რეალურად მე მგონია რომ ლიბერალებს აქვთ საერთოდ აღქმის ორგანოების პრობლემები და რატო ხა უყურე. ანუ ვერ ხვდებიან რომ მეგობარი პოლიტიკაში არ არსებობს ტერმინი. არსებობს პარტნიორი, რომელიც არის დროებით, რომელიც მხოლოდ კონსენსუსით ხდება და რომელიც არის დროებით ინტერესების გადაყრის პერიოდში. აგერ ევროპა და ამერიკა ალიასში იყვნენ ცივი ომის დროს, ცივი ომის შემდგომაც, მაგრამ მოვიდა ახალი გეოპოლიტიკა, ახალი ნოუ-ჰაუ, ახალი მსოფლიო წესრიგი, ამერიკა იცილებს ევროპას და ნენელა უცილებს ხარჯებს, ნენელა უცილებს თანადაფინანსებას, უნდა ნატოდან გასვლა, ავიწროებს ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას, ასევე ევროპის ჩახსნა უნდა საკუთარ, ანუ ფაქტიურად იზოლაციონიზმში აქცევს. ანუ გუშინ თუ თქვენ გეგონათ ერთ დროშაზე ნატოსი ამერიკა თავისი მაღალი GDP-ით 3.8 და მე მაგის დაბლა ევროპული ქვეყნები 30 ქვეყანა. რეალობა იცვლება, აგერ გერმანია და სხვა ნატოს ქვეყნები ამზადებენ ჯარებს იმისათვის გადასხან გრენლანდიაში, რადგან თავდაცვითი ისინი როქვია კონტინგენტები ამერიკის წინააღმდეგ. ანუ ამის წარმოდგენა ვინმე შეიძლება 1 წლის წინ, მაგრამ ეს რეალობაში ხდება, მეგობრებო. ამიტომ ნუ გონიათ რომ მეგობრები არ არსებობენ. პოლიტიკაში მეგობრები არ არიან. არსებობენ პარტნიორები, როდესაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა. აი ვისაც ეს თემები, აი ძალიან დეტალურად გაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩემ ლექციებზე მოისმინოთ ამის შესახებ. ხო, ნუ ეხა ეს არის, რავი, როგორ რა ვთქვა, ხავსზე მოჭიდება არ ქვია, ამას ქვია, აი ხა ევროპას დამოუკიდებლად ამერიკასთან აი არანაირი შანსი არ აქვს საერთოდ. აი არანაირი. ნული. მithumetes თუ გავითვალისწინებთ, რომ იმას რუსეთი კოალიციაში ყავს ამერიკას. ან ორი სუპერზე სახელმწიფო და ჩინეთი ან იქით იქნება ანაკეთ. ხო, ეს გამოვიდა სინსენზუ ჩინეთის ისა და ეხა უყურე რას ამბობს ამერიკის მიმართ, ხო? ეხა ამა ჩინეთსაც დაძაბული აქვს ამერიკასთან, ოღონდ აქ არ არის მეგობრებო სამხედრო იმასე საუბარი, აქ არის ესე ვთქვათ ტარიფები და ვაჭრობა. ან ჩინეთთან მხოლოდ მაგისაღი ჩინეთი ხარ რაც დასაპყრობია და რაც კონსტიტუციით აკუთვნის ტაივანში არ შედის, რაც მართლა მისია კონსტიტუციით. როგორც აფხაზეთი და სამოჩაბლო არის საქართველოს ნაწილი, ისეთივეა ტაივანი მისი. და ოფიციალური საქართველო აღიარებს, რომ ტაივანი არის ჩინეთის კონსტიტუციური ნაწილი რეალურად. ხო და ეხლა დაიძაბა ამერიკასა და ჩინეთს შორისაც.
თუ ომი იქნება ამერიკასთანო, ანუ აქ საუბარია, რაზეც გითხარით, ტარიფებზე, ჩვენ ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ. 在平等、尊重、互惠的基础上，同中方磋商解决 თავის თანასწორობა, 各自关切。 საერთო კეთილდღეობა. ეს არის ლინ ჯინი, Ministry of საგარეო საქმეთა მინისტრია 美 ჩინეთის. 方如果别有所图， თუ ამერიკას აქვს სხვა მოტივებიო 执意打关 და 税 განცხადებიო, ტარიფებთან ბრძოლაშიო, ან სავაჭრო 别的 ბრძოლებიო, 手战， ნებისმიერი სახის ბრძოლაო, 中方将 ჩინეთი 奉陪到底。 უკან არაფერზე დაიხევსო. 我们奉劝美方 ჩვენ იმას უშვებით, რა ქვია, suggestion, ანუ რჩევას ვაძლევთო, მოუწოდებთო ამერიკას, რომ აი ეს დაბულინგებაო ამ ტარიფებზე და იმაზე შეწყვიტოსო რა, იმიტომ კანადასთან კანადას ხო უკვე ეხა 15 აპრილიდან უკვე დაინიშნება რა. წარმოიდგინეთ ეხა და იგივეს უკეთებს ჩინეთს ზუსტად 25%-იან ტარიფს. 的嘴脸，趁早回到对话合作 ნუ დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასო, კოოპერაციასო. 正确轨道上来。 სანამ ბარძვია გვიან არ არისო და აგერ გამოვიდა ზო მაი ტრამპი რამის გამჩერებელია ეს მე ხა ეს სიახლე ატო ამოვიღე ტრამპი მადლობას უხდის ილონ მასკის დოჯის სამსახურს ეხა ვინც არიცით მოდი ვთქვათ რა არის დოჯი იმიტომ რომ ბევრმა არიცით და სხვათა შეერთებებჯერ მიხსენებია და მე ვწუხვა რომ ეს არ განვარდე მეგობრებო ეს არის Department of Government Efficiency ეს არის მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის ხარისხს ამოწმებს. ანუ ნახე, მოდით თან უსმინო და თან აგიხსნით ყველაფერს ასნიშნავს. The brand new Department of Government Efficiency. ილონ Perhaps you've heard of it. ყველაზე მაგარი კაცი ამერიკაში. მასკი. ძალიან ეფექტურად მუშაობს მასკი. დოჯს ამუშავებს ძალიან, მაგრამ ფაქტიურად მასკმა თქვა ესეთი რაღაც რომ ძალიან ანუ ყოველთვიურად შეგვიძლია ამერიკის თითოეულ მოქალაქეს 1000-1500 დოლარი დაუბრუნოთ იმ ფულებს, რომელსაც აქამდე ბიუროკრატია ჭამდაო და რომელზეცო ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვიყავით ჩუმათო რა და დოჯის სამსახური პირდაპირ შედის მე მაგის ვიდეოებს მე განახებთ ანუ ჩვეულებრივი სამთავრობო ესე ვთქვათ სამინისტროა რომელიც პირდაპირ შედის მაგალითად რავი განათლების სამინისტროში და ბევრი ხო აი ჭ კატეგორიის სამსახურები ხო არსებობენ რაღაცა მარკეტინგის უფროსის მოადგილე გრაფიკულ დიზაინერის მოადგილის რაღაც საყვარელი და აი რენდომ სამსახურები როა ბევრი რომელიც იდეაში არ უნდა არსებობდეს დოჯის ანუ თავრობის ეფექტურობის სამსახური ამას ამცირებს რადგან ეს ფული დაისოგოს და ეს ფული წავიდეს ამერიკელი ხალხის ჯიბეში იმიტომ რომ ეს ტაქსები რომელიც ზედმეტი აქვს დანიშნული ხო ჭამს ამ ამერიკელ ხალხს მე ვისურვებდი იგივე საქართველოში მოხდეს და ეს ფული ქართული ხალხის ჯიბეში წავიდეს აი ძალიან ბევრი რამე უფრო გამჭირვალე გახდეს და საქართველოში დოჯი დაინიშნოს რადგანაც უფრო უკეთესი უფრო გამჭირვალე და უფრო დემოკრატიული იქნება ეს პროცესები რა ნუ თუ დემოკრატიაზე პრეტენზია გვაქვს თუ არ გვაქვს დავი დაიკიდეთ მაშინ გავაგრძელოთ ხო და მასკი ძალიან მაგარია ანუ ილონ მასკის პატივს რატო უცემ იცით ძალიან მაგარი კაცი. ანუ ილონ მასკს პატივს ატოვებს, იცით, ილონ მასკი არის იდეალისტი ადამიანი, რომელსაც აქ ტონობით ფული ყველაზე დიდარი ადამიანია მთელ პლანეტაზე, მას შეუძლია ყველაფერი აკეთოს რაც უნდა, მაგრამ აკეთებს იმხელა სიკეთეებს ადამიანებისთვის და კაცობრიობისთვის, ნუ ვინც კარგად ერკვევით ტექნოლოგიებში და აგერ გროკი ხო იცით, უკვე რამხელა იმაზე X-ზე შედიხათ ის AI ასისტენტი, მათ შორის ის XAI რაზედაც წინააღმდეგობის გაწევას აპირებს ლარი პეიჯი და რომელიც არის სატანა ბოროტი, რომელიც იმუქრება რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის ეს მომავალი ღმერთი. ილონ მასკი ყველაფერში ამაში ეწინააღმდეგება ლარი პეიჯს და მთლიანად ალფაბეტს და ანუ იქით ვინებისგანან. ანუ ილონ მასკმა ძალიან დიდი სამსახური გაუწია მსოფლიოს ტექნოლოგიებში იმ თვალსაზრისით, რომ მან ბალანსი დაიცვა იმისათვის, რომ ზედმეტად არ გაიქცეს რომელიმე კომპანია. ამიტომ ილონ მასკი ადამიანი, რომელსაც აქვს და ხშირად მომისმენი ამის ესე ვთქვათ განცხადებები ქრისტიანობაზე, რომას წამს ქრისტეს სწავლების, რომას დიდ პატივსცემს ბოდიშით წამს ეგა რო თქვია, დიდ პატივსცემს ქრისტიანურ წამს და ქრისტიანულ მორალზეც არაერთხელ პოზიტიურად უსაუბრია, ასევე ადამიანი, რომელიც ემხრობა იმას, რომ კაცობრიობა უნდა გამრავლდეს, ანუ 14 შვილი ყავს თვითონ და ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, რომ შობადობა მეტი იყოსო და სიკვდილიანობა ნაკლებიო, ადამიანს, რომელსაც აქვს ავანტიურისტული იდეები, რომ მარსზე გაფრინდეს და ოკუპაცია მოახდინოს სიქარულის და ახალი ტერაფორმირება დაიწყოს, ადამიანი, რომელიც აფინანსებს მემარჯვენე ორგანიზაციებს და რომელიც თქვენ საქართველოს სახელმწიფო მტრებს აქ მაქსიმალურად ზღუდავს და მათ საქმიანობას სკალპს ხსნის, ანუ ამ ხელს თრიანად, ხო? ილონ მასკი არის ქართველებისთვისაც ძალიან მაგარი ტიპი. რადგანაც ყველაფერი პოზიტიური ისიც ჩვენ გჯერა, ეს ადამიანი იქიდან საკუთარი რესურსები დაგეთებს. ამიტომ მე არ მწამს უბრალოდ არ მჯერა, მე ხა ფსონებს ვერავიში ვერ ჩამოვა, საკუთარ თავში არ ვარ დარწმუნებული, ხა 1000%-ით ხა მე როგორ თქვა ეს 100%-ით ეგეთია მეთქი, მაგრამ მასკი რასაც აკეთებს დღეს კაცობრიობისთვის ეს არის ფენომენალური. ფენომენალური ყველა დარგში.
აბსოლუტურად, რაგე მისი სამსახური ავიღოთ, რომელსაც 10,000-ობით ესე თქვათ, ბიუროკრატი 10,000-ობით მუქთამჭამელა განთავისუფლა სამსახურიდან, იმიტომ რომ მათი ფული ხალხის ჯიბეში წასულიყო და არ შეეჭამათ ვიღაც ბიუროკრატებს. ეს ძალიან მაგარი რამაა. მადლობა ილო. ნუ ტას კონგრესზე რო იყო ეს ტრამპი, ნუ ახლა ძალიან საინტერესო მომენტები ვნახეთ, ხო? გააძევეს ერთ-ერთი კონგრესმენი, იყო ასევე მომენტი, სადაც ის პატარა ზანგი ბიჭუნა რო იყო, ის დანიშნეს Secret Service საიდუმლო სამსახურში აიყვანეს. ასევე ძალიან მაღალი ტონის საუბრობდა დონალდ ტრამპი, გაანაცხადა მისი საგარეო პოლიტიკური მიმართულება. ძალიან საინტერესო იყო, თავიდან ბოლომდე უყურეთ ამას. ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენთ, რაც აი ამ არ შემდგარ ორ თვეში ჩამოყალიბდა ამერიკის რეალ პოლიტიკაში. Thank you very much. We appreciate it. Everybody here, even this side, appreciates it, I believe. დემოკრატებს თქვა, რომ even this side, ანუ ეს ხარეცო, კი მადლობას ვუხდისო იდომას სამსაქმიანობისთვის, რომ არ დაარუხთიან მადლობას ლეო. ირონიული იყო. ნუ დატოვეს ზოგ-ზოგ ერთმა დარბაზი, ნუ ესენი ქაჯები, ესენი ხო ადამიანები არ არიან დემოკრატები ანუ ამერიკაში. Just don't want to admit that. So today, the United States launched a trade war against Canada. ესა ჯასტინ ტრიუდო, ეს არის ადამიანი LGBT დიქტატორი კანადაში, რომლის დროსაც ბოლო 10 წელიწადში დაწყებული მისი აბსოლუტურად თავაშვებული ლიბერალური პოლიტიკით, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცების ტუალეტებში იყო ქალის ტამპონები. ხო, ტამპონები შეგონათ კაცების ტუალეტებში. აი, ამის დროს, რომლის დროსაც ყველაზე მეტად გაფუჭდა, ასე ვთქვათ, ეკონომიკა კანადის, ადამიანი, რომლის დროსაც ყველაზე სკოლებში პირდაპირ LGBT პროპაგანდისტები ასწავლიან ბავშვებს, ეს რა ქვია, განა იმას რა ქვია, გაკვეთილებს, სხვადასხვა ლექციებს ეგენი უკითხავენ და ნუ ძალიან ნორმად არის კანადაში შემოყალიბებული ეს LGBT ტოლერანტობა და მათი ესე ვთქვათ საგანმანათლებლო რეფორმაცია კანადაში დედა უტირა თავიდან ბოლომდე ამბობენ. უთხრა ტრამპმა ეგეთი რამე რომ აი მოგასმენინებთ რა. Their closest partner and ally. ან ჩვენთვის ყველაზე ახლო პარტნიორი და მოკავშირეო. Their closest friend. ახლო მეგობარიო. At the same time, they're talking ამადროულად ხო? positively. ჩვენ ვსაუბრობთ პოზიტიურად და ხო ის ადამიანი საუბრობს პოზიტიურად რუსეთზეო, ნუ აქ ტრამპზეა საუბარი. Appeasing Vladimir Putin, a lying, murderous dictator. და პოზიტიურად მოიხსენოს ვლადიმერ პუტინს, რომელიც არის დიქტატორი მკვლელიო. ნუ ამას რა უწოდა ტრამპმა, იცით? მე ამას არ უწოდებ, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრიო. ეს არის governor of Canada. აი, governor of ანუ ჩვეულებრივი გუბერნატორი კანადის შტატის. და ტრამპი არაერთხელ მოიხსენებს ხუმრობით, რომ კანადა არის ამერიკის 51 შტატი. ხო. მეგობრებო, რაღაც აი სიგიჟები ხდება რა დღემდე. აი ხვალ შეიძლება გაიღვიძოთ ესეთ რეალობაში. როი ამერიკა მოინდომოს, რავი, დაბრუნება, რავი, აი აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს დაუბრუნდეს. და შეიძლება რეალობა გახდეს. აი ორ დღეში სადღაც. ანუ ჩვენ იმდენად ძლიერი, რეზონანსული და ცხელი, ესე ვთქვათ, განცხადებები გველოდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციიდან, იმიტომ რომ ეხლა რატო ვახსენებ ტრამპის ადმინისტრაციას და რატო საუბრობ ამაზე, იმიტომ რომ ამერიკის პოლიტიკაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედიც, მეგობრებო. აი ჩვენი ხვალინდელი რეალობა როგორ იქნება. დღეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ინტერესი პრაქტიკულად თანხმედრაშია. რადგანაც ვინც საქართველოსა და ჩვენ მთავრობას ებრძოდა ამდენი ხნის განმავლობაში, ყველა გამოაშკარავა ამერიკის სახელმწიფო მთავრობამ. ყველა. მაგით მოიხსენებენ დონალდ ტრამპს, რომელიც არის ამერიკელი კოცი. ილონ მასკი ასევე ამერიკელი კოცი და ასევე მთლიანად ახლა ხო ოპოზიციამ დაიწყო ამაზე манипуляცია, რომ აი კოცეი მოვიდნენ ამერიკის მთავრობაში და დღეს აგერ აქციებიდან ამერიკის დროშებიც გააკრეს. ანუ რეალობა რა არის, ნახეთ, ვინც მათ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომს ამერიკა იყოს თვით დემოკრატიის შუქურა, ამერიკაც აღარ უნდა ჩიგ ევროპელებს. იმიტომ რომ მათ უნდათ მხოლოდ ტრაქში პეროს გათხრა, უსაზღვრო ულიმიტო თავისუფლება და ბარბაროსობა. ეს არის მათი გადმოთარგმნილი ქართული ლიბერალიზმი, რომელიც ჩვენ უნდა აღკვეთოთ და ჩვენი მთლიანი რესურსი და მე არაერთი მაგარი პროექტი მაქვს და არაერთი მაგარი რაღაცა ნუ რომელსაც ჯერ ვერ გავასაჩაროებ, იმიტომ რომ ამაზე დაფინანსებები მიმჭირდება მე რეალურად, რომ ამ ხალხს, ამ ტრებს ქვეყნის ჩვენ დაუპირისპირდეთ, ახალი თაობა დაუპირისპირდეს მათ, რადგანაც ხვალზე ეს ხალხი გაზდიან ახალ თაობებს, რომლებიც დაგვიპირისპირდებიან მომავალში. ჩვენ თუ ამისთვის სად არ ვიყავით, ჩვენ ამ ბრძოლაში დავუმარცხდებით. აქედან გამომდინარე, სიფხიზლე და მე იმიტომ ჩალიჩებ რომ სხვადასხვა თემატიკასთან ერთად იქ ხან ფსიქოლოგიაზე გადავიღებდით, ხან სოციოლოგიაზე, ხან ფილოსოფიაზე, ხან ისტორიულ თემაზე და ძირითადად მაინც პოლიტიკას უთმობ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ პოლიტიკა არის ჩემი სფერო და თან პლუს დამატებული ის რომ პოლიტიკა ეხება ყველა ადამიანს. თუ პოლიტიკასთან შენ არ მიხვალ მეგობარო,
რაზედაც მე გირჩევ კიდევ ერთხელ ჩემი ლექციებს მოვუსმინო, პოლიტიკა შენთან მოვა. და შენთან როდესაც მოვა პოლიტიკა, შევიარაღებელი იქნები მასთან. რადგან პოლიტიკა ეს არ გეგონოს როგორც კონკრეტული ერთი ადამიანის აზრი. პოლიტიკა ეს კომპლექსური ადამიანის ქმედებები, რომლებიც თქვენ რეალობას ყოველდღიურად ცვლიან. ასე რომ იყავით აქტიურები, დროებით.